მოდი ამშვიდობისა. უკვე ისე ცხელა რომ გრძელ მკლავიანში დამცხელა და მინდა რომ ჩემი მოკლე მკლავიანები მოვინახულო. არც მახსოვს რა მოვიცით. აი შევინ დაგპატიჟე ხოცები მითხარი. რამდენი საფრთხემელი, მაგრამ მოსაც არასოდეს არ შევიცო. ვისთვის ვინახავ მე? ეს ვინმე მითხარით. თქვენ გახარებას. რამდენიმე კილო რომ მოვიმატე, რამდენიმე რა 54 ვიყავ. რაც 54-ზე მიხდებოდა. ის ახლა არ მომიხდება. ამ გესმით. ეს იყოს. არ დაინჯერებ, არ დანახეთ ვარ ზებრა. ქრემოთ. რამე ვიყიდო შარვარი. сейчас მერთხელი. პრინციპში არ ვიყიდე, ახლა უკვე შეტყობის დრო მოვაძან მალე. რამე ვიყიდო. მარდაინჯერებ. ჯერ ესე იყოს. ოკეი, ვიყო ზებრა. დღეს ზებრა ვიყო, მოიცეთ მას. ჩამოუსვათ. Ești 3-4 kilos kilogramus care nu vas? Da. Sudisке. არა მე ავიძახი როცა ადამიანს წონის დეფიციტი აქვს მაგ შემთხვევაში მე ვიძახი ჩვეულებრივ ზედმეტ წონას. ოღონდ ძალიან ზედმეტი არ არის, ძალიან ზედმეტი როცა 3-4 კილო არ შეჩნევა ადამიანს. ერთი ბიჭი წერდა რა ისაო დავიკელიო 27 კილო და ვერ მომჩნევა. არ მომჩნევა. და გადავარი ხალხო წონაში დაგრაბის ემაზე გვერდზე Facebook-ზე გადავარ ქვია რომ ვერ ამჩნევა იანაირი ვერ ამჩნევა ვერ დაწერა ადამიანმა რომ 120 პლუსი იყო და ნუ კი ვამჩნევა მაგრამ ისეთ ზონებში ვერ ვამჩნევა პრობლემური რაც ქონდა და ეგ ცხადია იმიტომ რომ პრობლემური ზონებიდან წონა მიდის ყველაზე გვიან. შესაბამისად ეგ ძალიან ნორმალური რაღაცაა. ღმერთო აი ჩემი ხელები ამ სისქერო არ შემიძლია. არა უშუალოდ ხელდება. კილო და 800 დავიკელიო. შემისთვის პროცესი ისეთი გზით. როგორიც მე ვიკლებ სწრაფი არ არის, მაგრამ შეუცებადია ასე. კი ვღელავ, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ არ უნდა ვიღელვო. ასე. აქ დავაყენებთ მოდი. ასე. გითხარით დილის ერთ ვიყავა უკვე დავლიე. ხარა მინდა წყალი. ძალიან წყურია.
ასე. ამას ყველა დღეს არ ვაქცევთ, მე გავრეცხავ და მეორე ტელეფონს მოვიდა, რომ წავიკითხოთ კომენტარები. ყველა წასულია. მაიმე. ყველა გასულია ახლა სახლიდან და ვართ მარტო ეს რა არის. მოსატანი მაქვს. ეს ჩემი წამალი ADHD-ში. აი ხაპარია просто. საყიდელი მაქვს ოღონდ ვირი ღირს. ასილარი ღირს. და თან არ იშოვება. მაგრამ მე რადგან ნახევარს ვარ. ყოფნის 2 თვე. და გამომდის უკვე 50 ლარი. მაგრამ თვეში 100-იც რო გამომდიოდეს, სხვა რამეს მოვიკლებდი და ამის არა. იმიტომ რომ ანუ რასაკეთებს იცი? აი შენს ტვინს რაც აკლია, იმას მატებს. რაღაცა კერდახტი ხარ და დარბი ხარ და ესე კი არ ცვლის იმას. უბრალოდ ანუ შვიდად და სტაბილურად გიუმჯობესებს მდგომარეობას, რაც ძალიან ფასეულია. მე თუ მკითხა. ასე. მოკლედ, ესე იგი, გუშინ ისეთი ანუ როცა აი ძალიან ცუდი რაღაცაა ახლა რასაც უნდა ვთქვა, მაგრამ ფაქტია და ასეა. ესე იგი, როცა ვიღებ ხოლმე რაღაცა ისეთ ვიდეოებს, სადაც ვაფიქსებ ჩემს აზრს, ამას ყოველთვის მოყვება ხოლმე ისტერიკები. რეასი. ისედაც ძალიან მაგრად ვცდილობს, რომ ამიყოლიოს, იმიტომ რომ უკვე რამდენი ხანია ეს ისტერიული ეპიზოდი სახლში აღარ ქონია და ცუდად არის ეს სჭირდება. ხო და წავიდა სხვაგან იქ მოაწყო ერთი ამბავი, მაგრამ ვერ ისიამოვნა, იმიტომ რომ ღამეები ხო ვერ ილანძღება. იქ მე მოდის და ლანძღავს ხალხს, მაგრამ იმათ ხო არ ესმით და ეს ვერ იკვებება. მე მიდის ეზოში ადამიანებს იქ ერევასაც არ უნდა ჩაერიოს და რაღაცა, მაგრამ ვერ ივსება რა. მჭირდება აი ეს, რომ ჩემგან რა. ხო და რო ვერ მიუღია, ანდა რო ვეუბნები, რომ ვიდეც ლაპარაკობ, წადი იმას უთხარი. მე არ მაინტერესებს, მე ნუ მეუბნები, მე არ მეხება ეგ საკითხი, მე სხვებზე. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ვიღაცებზე ზურგს უკან ჭორაობს. იცით თქვენ ეს ჩემო მაყურებელმა იცის ეს, აი თაშე არც მესენჯერში, აი ერთ მაინც რო იციან ჭორაობა და რაღაცა, იმ არავიზე მე არასდროს არ ჭორაობ და მაგის გამო ჭურში ვზივარ, არაფერი არ ვიცი ხოლმე რა ხდება. იმიტომ რომ ჭორიკანას ასტავს ჩემთან კავშირი არ აქვს, იმიტომ რომ მე არ მაქვს ჭორიკანას, მე არ ვუღებ კარს ჭორიკანას ასტავს ასე ვთქვათ. და ასე იყო ყოველთვის, ესე იყო სკოლაში. ყველგან მოკლედ სადაც ვიყავი, რა კამპანიაშიც ვიყავი, ყოველთვის ეგრე იყო. ანუ არ მაინტერესებს, არ მინდა ჩემს დროს და ენერგიას მე მაგაზე არ ვხარჯა. მაგრამ სამდროში კი არ არის მთავარი მიზეზი, ანუ თავი მიზეზია, რომ უნდა რომ მე წამომაგოს რა, რომ როგორღაც აი და ესე გუშინ უთხარი ეგ რომ მეთქი წადიდან იმ ადამიანებს უთხარი, რასაც ფიქრობ და მე არ მაინტერესებს ეგ და სხვებზე არ დავიწყებ ეს საუბარს. მთელი ღამე ლანძღავდა უკვე მე. მაგის მერე. ესე იგი ღამე გამეღვიძა ხალხო, გამეღვიძა აი ლანძღვის ხმაზე. ისე ყვირილით არის ლანძღებოდა, როგორც საერთოდ ახასიათებს, მაგრამ საუბრობდა რა, ისმოდა. ანუ მე გამეღვიძა მეორე ოთახში. ხო, ეხა იტყვით, რატო არ მიდიხარო? იმიტომ რომ მეცოდება. იმიტომ რომ მართლა რეალურად მარტო ძალიან გაუჭირდება. და ჩემ ადგილას თუ კი ვიღაცა მოვა,
იმის კი არ მოვა, რომ ეგ უყვარს. ყოფას უტირებს. შესაბამისად ჩემ თავთან მაქვს ეგ მომენტი, რომ ბოლომდე ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია. და ეს არის მაგალითად ახლა რომ ვაშენებ კედელს. რომ ჩემი თავი დავიცვა. და ჩემზე არ მოახდინოს გავლენა. ანუ ასე თუ ისე მაინც ახდენს ახლა როგორია. შენ და შენ შვილებს რო გძინავთ და ლანძღვა ჩაგესმის შენი და შენ შვილებს კიდე შენი, მაგრამ მაინც ხო. და ახლა როცა ყველა მიდის, წინა შაბათსაც ძალიან მაგარი ის რხევა ქონდა რა. ყველა რომ მიდის, მაშინ ძალიან მაგრათა აქ ხოლმე, მინამიტევს ხოლმე და აი თან იცი როგორ რაღაცას აი ყველაზე რაც იცის რომ მტკივნეულია. ანუ ეგეთი რა, ხო იცის ჩემი ეგეთი. ჩაგირწყავს და მთელი დღე გორღაც აქ იყოლიოს. და თუ აქ იყოლია, მაჩვენ და შენ ვაფშე როგორც აი ლიმონს რო გაწვრავ ეგეთ. რატო ვლაპარაკობ ხა ამაზე? ზოგს გქონია რომ მე მინდა რომ ვინმე გალანცხოს. ან ვინმე შევეცოთ, არანაირი ეგეთი მიზანი მე არ მაქვს. მე ამაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ადამიანმა იცოდნენ რომ ამაზე საუბარი სირცხვილი არ არის. რომ ეს ხდება ჩვენ თავს და ჩვენ შეგვიძლია ამას გავმკლავდეთ. აი ამიტომ მე მინდა რომ ამაზე ვისაუბრო. ეს რაღაცებზე მინდა რომ ადამიანმა ვისაუბროთ. მარინემ დამიწერა რამდენი ხანი გაგიგრძელა, ჩემი მეგობარია ასეო. დეპრესია. ესე იგი როდიდან დამეწყო ოქტომბრიდან. სექტემბერშიც იყო რაღაცა, მაგრამ თქვათ ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, ეს ზუსტად 6 თვე, აპრილში უკვე ქვემოთ დაიწყო წასვლა. 6 თვე. მანანა ევა საყარელო პატარა, მანანა გილოცავნი 9 მაისის დღეს არასოდეს ყოფილიყოს ომი არც ერთ ქვეყანაში. ამინ. გუშინ აქ იგი ჩემოსასვლელში ერთი კაცი ზის ხოლმე. ხოდოს ყოველთვის ამბები ხოლმე, აი ევას ძალიან ეფერება ხოლმე რა, ანუ ბაბუათ ერგება და ძალიან ეფერება ხოლმე და ძალიან მეც პატივს ვცემდა, როგორ არის ანგელოზი და ესე რა და მეც ძალიან პატივს ვცემდა ყოველთვის იმას შევე ხოლმე მოვიკითხავ რაღაცა და გუშინ მზეს ეფიცხება. აი მზეს ხო ეფიცხება. ხო უყვარს ძალიან მზეს ეფიცხება, მაგრამ არასოდეს როცა მე შიგნით თუ არ გამოვა და მარტო თვითონ მზეს არ მიეფიცხება. ანუ ჩემთან ყოფნა ურჩევნია. რაღაცა სასტიკი ერთგულება აქვს. ხო. და ისა რასამოვი ხო, მაგასთან ერთად იჯდა ერთი სხვა კაცი, ესე შუახნის 40-45 წლის და ისა გილოცავთ 9 მაისო იმან მიიცხრა. მე ხომ მეც გილოცავთ მეთქი და არასოდეს ომი აღარ დაწყებულიყოს მეთქი. ხო და ეგ რა კაი რამე თქვიო, თქვა და მე მოვჯივარ და მე იკა და ბავშვი ვარ და მოგვაძახა. ისეო რო იცოდეო ყველა ომები ქალების გამო იწყებოდაო. ანუ აღარ ვიცოდი რამე თქვა. მე ერთი ეგეთი ვიცი ტროა თანჩენი რა ვიცი. კი ალბათ იქნებოდა ქალების გამო, მაგრამ მე მგონია უფრო პოლიტიკის გამო ხდება ხოლმე უმეტესობა ვიდრე ქალების. არა ეგრევე დამაბრალა შემომიბრუნა. მე უნდა მეგობაზე ყველა ქალზე. ნუ არაფერი არ მithქვია, თქო უნდა წამოვედი. უკვე წამოსულიც ვიყავი ერთი, რა ვიცი, 20 მეტრი გამოვლიც მქონდა. მემენტო, სწორედ ამას ქვია ინდივიდუალური მიდგომა, სტანდარტების და ჩარჩოების გარეშე ცხადია სხვადასხვა ტიპის ბავშვისთვის კლასიკური მეთოდი ერთნაირად მოსარგები ვერ იქნება. პროგრესულად მოაზროვნე მშობელი კი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ახსნის შვილებს და არა მარტო გაზდის. იგრძნობა კიდეც ნინი, შენს და შვილებს შორის ემოციური კავშირი. ევა საოცარი ბავშვია. საუბრის დროს როგორ მოგიახლოვდება და მოგიალერსება ხოლმე თავისი ნაზის და საყვარელი ხმით გიჟთები მაგ დროს. მე ვისურვებდი რაც შეიძლება მეტ შენაირ მშობელს, მათ შორის საკუთარი თავისთვისაც. ალბათ უმრავლესობა ვერც კი ჩასწდება თვითოეულ შენს მიერ წარმოთქმულ სიტყვას, რადგან თვითონ არ გააჩნიათ ის სიღრმეები და ცნობიერება, რაც შენ გაქვს.
მადლობა დიდი. ერთ ბლოგერს მოусმინე, არ დავასახელებ. ბავშვებთან მუშაობს, თავადაც ყავს შვილი. სულ სწავლა განათლებაზე და პროფესიებზე ამახვილებს ყურადღებას. შემდგარი ვარ საქმიანი, ასე და ისეო. ასევე ეხება ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს, იძლევა რჩევა დარიგებას. ამ დროს ახლოსაც არაა იმ ყველაფერთან, რადგან ამ ბლოგში ისაუბრე. ნუ მას ასე სჯერას ამბობს, რეალობა კი სულ სხვაა. უმნიშვნელოვანესი და ნამდვილად გასათვალისწინებელია შენი სიტყვები. მადლობა და ჩემი დიდი პატივისცემა შენ. უღრმესი მადლობა ძვირფასო. მე არ ვიცი ვინ იგულისხმე. თუმცა ძალიან ბევრს აქვს ეგეთი მიდგომა ზოგადად და შეიძლება სწორიც არის, მე არ ვიცი, მაგრამ მე ის ვიცი, რომ ანუ ჩემს თავზე და ჩემს შვილებზე რაც მუშაობს, მე ეგ ვიცი. შეიძლება არიან ადამიანები, ვისაც ეგ არის სწორი, მე არ ვიცი, შეიძლება თვითონ ეგ ადამიანები, ვინც მასე ფიქრობენ, მათთვის არის შეიძლება ეგ სწორი გზა. ანუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი კეთილდღეობა და თუ მე შინაგანი კეთილდღეობა არ მაქვს, თუ მე არ მაქვს უფლება ის ვიყო ვინც ვარ და თუ მე თვითონ ჩემ თავთანვე არ ვიცი მე ვინ ვარ, მაშინ საერთოდ არაფრად არ მიღირს არაფერი. ანუ აბსოლუტურად არაფერი. ნებისმიერ ანგარიში ბანკში, ნებისმიერ ადგილს წასვლა, ანუ ყველაფერი მას მე მინდა მე, რაც ვიცი მე ვინ ვარ და რაც მე კარგად ვარ საკუთარ თავთან. თუ ეს არ მაქვს, ვაფშე არაფერი არ მინდა. ანუ საერთოდ შესაბამისად ასევე ვუდგები ჩემს შვილებს, რომ ყველაზე მთავარი რაც არის ეს კონდეთ. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს კონდეს ძალიან კარგი განათლება, მაგრამ მაინც იყოს სხვისი მარიონეტი, იმიტომ რომ არ იცის თვითონ ვინ არის და თვითონ რა უნდა და იმან ვინც იცის თვითონ რა უნდა და აქვს ბოროტის რახვები, შეიძლება გამოიყენოს ესეთი ადამიანი. და მისცეს ის პატარა, ასე ვთქვათ, შექება და პატარა წახალისება, რასაც ეს ადამიანი ყოველთვის იღებდა და რისთვისაც მიჩვეულია, რომ ყველაფერი აკეთოს. ანუ ისწავლოს მაგალითად, იმიტომ რომ იყოს კარგი გოგო, სიტყვაზე ან კარგი ბიჭი. მე სხვებს არასოდეს არ ვაკრიტიკებ, ყველას აზრს პატივისცემ და ასევე მაქვს მოთხოვნა, რომ ჩემს აზრსაც პატივისცენ და არ ვიღებ ხოლმე არანაირ კომენტარს და აზრს დაკავშირებულს ჩემთან და ჩემს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებულს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მით უფრო არ ვიღებ აზრს, რომელიც არის ხოლმე აი ტოქსიურად კრიტიკული, ანუ რომელიც ცდილობს რომ რაღაცნაირად გაგაუფასუროს. ხო. ანუ მე თვითონ ვარ, ვფიქრობ, რომ კარგი მშობლები, ხშირად ის ადამიანები არიან, ვინც თვითონ გამოიარა გარკვეული გზა და ეხლა ეგ გააცნობიერა და ცდილობს, რომ საკუთარ შვილებს ეგ არიდოს. თუმცა მეორე ვარიანტიც არის, რომ ვინც თვითონ ეგ გამოიარა, მე ჩვენს მასტები ხდებიან ხოლმე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეგ სუსტი ადამიანების გზა არის, იმიტომ რომ მაგაზე ადვილი არაფერია, რომ აი მე დამატრავირეს, მე გამაუბედურეს, ჩემზე იძალადეს ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად და მოდი მეც იგივეს გავაგზავნებ, იმიტომ რომ აი მე თუ ესე გამიკეთეს რა, ეხლა მე ვიცი ეგ მეთოდი და მეც ეგრე უნდა გავაკეთო. ანუ შეიძლება არც ფიქრობს ამას ადამიანი ესე მე როგორც ვაჟღებ, მაგრამ ანუ გაუცნობიერებლად არის რა. ხო და აი ბავშვები ძალიან სხვადასხვანაირები არიან, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ რამდენი ადამიანიც არის, იმდენი განსხვავებული ადამიანია და იმდენი განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ხა თუმცა რა თქმა უნდა, სწავლის სფეროში ამის ინტეგრირება ძალიან რთულია, ცხადია. და ძალიან მაღალი ფასი ღირს ხოლმე ის სასწავლო ადგილების საერთოდ თუ არის მასეთი, რომ მაქსიმალურად იყოს ყველა ადამიანზე მორგებული და ყველას შეხედოს როგორია და იმის მიხედვით მოერგოს და თუ მაგალითად სხვები ვერ გააკეთებენ ამას ან არ გააკეთებენ, მაშინ მე გავაკეთებ ხო ჩემი შვილისთვის. იმიტომ რომ ისევ და ისევ ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველაფრის გამომუშავება სწავლა შეიძლება დასრულ ასაკში, თუ ადამიანს აქვს ჯანსაღი მენტალობა. აი მე ძალიან მტკიცედ მჯერა, რომ თუ ჯანსაღი მენტალობა არ არის, ჯანსაღი არც ფიზიკური სხეული არ არის. ანუ შეიძლება ადამიანმა ეს ჯანსაღი სხეული წავიდეს და მოკლას, ან თავი მოიკლას, იმიტომ რომ მენტალობა არ აქვს ჯანსაღი, ხო? ან შეიძლება ნელ-ნელა გაანადგუროს რაიმე მავნეჩვევით, იმიტომ რომ მენტალობა არ არის ჯანსაღი. ანუ ყველაზე დიდი ჯანმრთელობა, ჩემი აზრით არის ჯანმრთელობა მაშინ, როცა მენტალობა არის ჯანსაღი და მე უკვე აქედან გამომდინარე შეზრუნავ, რომ ჯანსაღი იყო შენი სხეული, ჯანსაღი იყო შენი ფიქრები, შენი ცხოვრება, აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს, ანუ შენ იმაზე კი არ ხარ მიდრეკილი, ან მე არ ვზრდი შვილებს
აი დასტიკატორებს რო ეძახიან რუსებს, ანუ აი მიღწევაზე ორიენტირებულ ადამიანებად, მე ვზდი შვილს, რომ მან იცოდეს თვითონ ვინ არის, აირჩიოს თავის საყვარელი საქმე, თუნდაც ვთქვათ თავიდან ეს იყოს 1, 2, 3 ცადოს სულ ვეუბნებით ორნიკე და ანდრეას ახლა რომ მოდით უნივერსიტეტის პერიოდი, რომ ანუ არა პრობლემა, შეიძლება მაგალითად რაღაც ერთი აირჩიო, ისწავლო, ნახო რომ ვაფშე არ მოგეწონა და მე წახვიდე სხვა, ანუ პროფესიის რო ისჩევ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი ცხოვრება. ანუ ჩვენ მაგალითად მე პირადად ესე ვზდიდნენ, რომ აი რაც დაირჩე მთელი ცხოვრება ეგ უნდა აკეთო და თუ მაგას არ აკეთებ, ხარ არასერიოზული ადამიანი და ცხოვრებაში ვერასდროს ვერ მიახსოვ და აგე ვიღაცას მხარზე რო აკადებული თოხი, აი ესე გაიდებ შენს თოხს და ესე ივლი. და ეს იმდანად ჯერდი დამამცირებელია სხვა ადამიანებისთვის და შეიძლება გაუცნობიერებელ ბავშვს გაუჩნდეს ესეთი ძალიან მიუღებლობა ესეთი ადამიანების მიმართ, ვინც მაგალითად ფიზიკურად შრომობს არა და ფიზიკური შრომა არის ყველაზე რთული და ყველაზე გამანადგურებელი ჯანმრთელობისთვის, აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი პატივისცემა ჭირდება მას. და აი ამის სწორად მიწოდება ბავშვს იმით იგი არა რომ შეაშინო და სხვებს დემონიზირება გაუწიო, არამედ აუხსნა სწორად, ხო? და თუნდაც ის იცოდეს, რომ თუ მე ეს არ მომეწონება, ანუ ციხე არ არის. ანუ მე შემიძლია რომ ავირჩიო, სხვა. და ეს, რა ვიცი, ძალიან დიდი მე ჩემი სული არის ძალიან თავისუფალი და ვერ იტანს ჩარჩოებს და აქედან გამომდინარე ძალიან ვაფასებ იმას, რომ შეიძლება კონდეს ადამიანს არჩევანი და ეს თავიანთი იცოდეს, ანუ არჩევანი ჩვენ გვაქვს, მაგრამ ჩვენს როგორც ესე არ გვეუბნებიან ხოლმე ამას. და მე ვიყავი ის ბავშვი, რომელიც აი მე არასდროს არ მქონდა ეს სურვილი, რომ სხვებს შევჯიბრებოდი და სულ ამაზე ქონდა გამუდმებული ომის სახლში, ამაზე მეჩხუბებოდნენ, ლანძღავდნენ, მაყენებდნენ სასტიკ შეურაცხყოფას ლია. იმიტომ რომ ანუ რატო არ გინდა რომ იყო იმაზე უკეთესი, აი იმა რომ ესე მოყვაშე რატო არ გინდა, ანუ რატო არ გინდა რომ შეეჯიბრო, შეედარო, აი გამოიბრძნა ყველაფერი, ანუ მე პატივისცემ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ჟილკა აქვს, რომ სხვებს უნდა შეედაროს და იმაზე უკეთესი იყოს, მაგრამ მე გარაცოს არ მქონია. აი არასოდეს ყოველთვის მაინტერესებდა, ანუ აი როგორი რაღაცა იცი? მაგ ძალიან იმის შეგრძნება, რომ ეხლა მე მაგ დღევანდელი დღე და შეიძლება მე ხვალ მოვუკვდე, შეიძლება დღესვე მოვუკვდე. ღმერთო დამიფარე და ყველა თქვენგანი დაიფაროს ღმერთმა, მაგრამ სიტყვაზე ხო, უბედური შემთხვევების ეხება ადამიანმა ეს არასდროს აიცის წინასწარ, რომ შეიძლება რამე მოუვიდეს, მანაც კი ვინც ჯანმრთელია. ან შეიძლება სულაც არ ჯანმრთელია, გონია ადამიანს რომ ჯანმრთელია. ხო და რას ვამბობ, რომ აი რომ წარმოვიდგინო დღეს ჩემი ბოლო დღეა, ხო? და გადავხედოთ ჩემ ცხოვრებას. ანუ მე არ მინდა რომ მაგალითად მოვუკვდე ისე რომ არ მქონდეს ნაჭამის, რაც მინდოდა რომ მეჭამა. არ მქონდეს, ანუ არ მინდა რომ ჩემი ეს დღე გატარებული მქონდეს იმის კეთებაში, რაც არ მიყვარს. არ მინდა რომ ამ დღეს განმავლობაში ჩემს საყვარელ ადამიანებისთვის ნათქვამი არ მქონდეს, რომ მიყვარან. არ მინდა რომ ამ დღეს განმავლობაში ცა ვერ დავინახო და ვერ, ანუ აი ეს როგორ ვთქვათ, ისეთ რიტმში არ ვიყო, რომ აი ესე გადარბენაზე რო ხარ რა, ანუ მინდა რომ უბრალოდ შემიძლია გავჩერდე, შევხედო და შევიგრძნო გარშემო ეს სამყარო და ანუ ვიგრძნო, რომ ეს ჩემშიც არის. და როცა რაღაცას ესე ვიღაცას ეჯიბრები და ხვალისთვის გაქვს 10 რაღაცა სასწაული, იმიტომ რომ ვიღაცას შეეჯიბრო, ამ შემთხვევაში აი ამას კარგავ. თუ ეს შენი მოწოდებაა და შენ გინდა რომ აი მე ვიცი, არიან ეგეთი ადამიანები, მეც მყავდა ერთი ეგეთი ნაცნობი, რომელსაც თვითონ უნდოდა. ეს ანუ იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ იმას შევეჯიბრო ამაში, ანუ აინტერესებდა და უნდოდა, ხო? ეს არ მაგარია. ანუ მისთვის ეს იმის კეთება, რაც მას უნდა რომ აკეთოს, ხო? ანუ ყველას არ უნდა რომ მაგალითად ჩემი სურვილები არ აქვს ყველას. ვიღაცას ურჩევნია, რომ ეს თუნდაც მისი ბოლო დღე იყოს, იცოდეს რომ მაგალითად კეფირი ჭამა, ან იშიმშილა სულად შიმშილობის დღე გააკეთა, ან მაგალითად მთელი დღე მეცადინეობაში ან სწავლაში ან მუშაობაში გაატარა და ანუ მისთვის ეს ნორმაა რა, ანუ ეს მისი სულიდან გამომდის. იმიტომ კი არა რომ ვიღაცას შეეჯიბრა, რამედ ეს მისთვის არის ნორმა. და ანუ იმას ვამბობ, რომ ეს შეჯიბრება არ არის სწორი, იმიტომ რომ შენ იმას კი არ აკეთებ, რაც შენ გინდა. რეალურად სხვას ეტოლები. შეიძლება იმ სხვას არ უნდა ეგ და იმასაც სხვები სთხოვენ. ეგიც კი არ იცი რა. უბრალოდ შენი ერთი ცხოვრება რაღაც სისულელეში იხარჯება და ანუ მე იმდან ზაფრად მაქვს ამის განცდა, რომ მე არ მინდა რომ ჩემი ეს ცხოვრება სისულელეში დაიხარჯოს. ანუ მინდა რომ
დაიხაროს ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებაც, იმაში მართლა მნიშვნელოვანია და რაც მართლა მნიშვნელოვანია მათთვის. ანუ მე არ ვამბობ, რომ ნახე კიდე რა არის, მე ძალიან დიდ ასაკამდე მეგონა, რომ კონტროლი და სიმკაცრე ეს იყო ყვირილი და ძალადობა. და მე ვერ წარმომედგინე, რომ სხვანაირიც არსებობს. რეალურად სხვანაირიც არსებობს. ანუ სანამ ბავშვი მაგალითად არის პატარა და თვითონ არ შეუძლია უზრუნველყოს თქვა თავისი უსაფრთხოება, ან თვითონ არ შეუძლია უზრუნველყოს რაღაცის სტაბილურად ყოველდღიურობა, ანუ ამას შენაკეთებ. ოღონდ ეს არ უნდა ხდებოდეს არც ყვირილის, არც ძალადობის, არც დაძალების, არაფრის ფონზე. ეს უნდა ხდებოდეს უბრალოდ რბილად, ტკბილად, სიყვარულით, მაგრამ ურყევად. აი ეს არის რეალურად ჩემთვის ეს დისციპლინა, ყოველდღიურობა, თუნდაც სიმკაცრე დავარქვათ, ოღონდ ისევ და ისევ. ანუ ეს კი არ არის ყვირილი და ძალადობა, ეს არის და თავს ლაფის დასხმა და გაუფასურება, რამედ ეს არის ძალიან რბილი მიდგომა. და ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის სიყვარულიც არ არის მარტო სიამოვნება, არ არის მარტო აი რაც გაგიხარდება, ანუ მარტო სიამოვნებას თუ გაყვები, ყველა ვარიანტში ანუ ვნებებს აყოლილი ადამიანი იქნები და ეს ვნებები დაგუყავენ რეალურად აუცილებელია რომ გქონდეს პასუხისგებლობები, გქონდეს რუტინები და გქონდეს დისციპლინა. ანუ ეს აუცილებელია ცხოვრებაში, იმის რომ კარგად იყო. და საკუთარი თავის სიყვარულის ნაწილი ეს არის. ანუ შენ თუ მაგალითად უკონტროლოთ ყველაფერს აბსოლუტურად შეჭამ რაც გინდა და შენ იმ 3 წლის ბავშვს რომელიც შიგნით ყავს გახდი დასვავ შენი ცხოვრების საჭესთან, რაღაც წარმოვიდგინე 3 წლის ბავშვია დასვა გემის საჭესთან, ან ნებისმიერი თქვი, გემი ან მანქანა ან მატარებელი არ ვთქვა თვითმფრინავი, რომელიც წამში ჩამოვარდება, არამედ ისეთი რაღაც ვთქვათ, რაც ნელ-ნელა რა, ნელ-ნელა განადგურდება. და ამ ბავშვის სიყვარული ამ შემთხვევაში ის კი არ იქნება, რომ გემთან მიუშვა საჭესთან, არამედ ის იქნება, რომ გვერდზე დაისვა და ასწავლო, როგორ მართავ, ხო, როგორ უნდა მართოს. ოღონდ მასთან მიმართებაში, თვითონ როგორიც არის, მაგასთან მიმართებაში და არა შენ როგორ მართავ, ხვდები? აი ეგაა, ანუ ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ცოდნა, რაც ჩემ მშობელმა გადასცა შვილს, ეს არის, რომ იცნობდეს საკუთარ თავს, შეძლოს პასუხისგებლობის აღება, გქონდეს დისციპლინა და ანუ აკეთოს ის, რაც უშუალოდ მას უნდა მოსწონს, აბედნიერებს და რაშიც აი მართლა რო იცოდეს, რომ დღეს ბოლო დღე არის, აი ყველაფერი იმაში, რასაც აკეთებს, უღირდეს, რომ ის დრო რაც აქ დახარჯოს. აი ესე იცხოვროს. იმიტომ რომ მართლა არავინ არ ვიცით, ხვალ ვიქნებით თუ არა. ხო და შესაბამისად მე ვიყავი ზუსტად ის ძალიან ტრამვირებული ბავშვი, რომელსაც ყველანაირი საშინელი ტრაუმა მიაყენეს, რომელიც თვითონ ადამიანმა არ გადაამუშავა და თვითონ კონდა კომპლექსებად, გადაიტანეს ჩემზე, ხო? და ახლა მე რო ეს ვიცი, მე არ მინდა რომ ჩემმა შვილებმა იგივე გამოიარონ, არაფრის ფასად. რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი, ძალიან რთულია, რეალურად ეს ისეთი რთულია, ანუ ეს ყველაზე რთულია, ეს ყველაზე რთულია. აი მაგალითად ნახე ადვილია რომ თქვა საერთოდ იშიმშილო, ადვილია რომ დღეში აი გაწერილი მენი უჭამო, ყველაზე ძნელია რომ მიეჩვირო ყველაფერი ჭამო და ზომიერად. ანუ ეს ყველაზე რთულია, ხო? მაგრამ ეს კიდე არაფერია. აი ბავშვის აღზრდაში, აი ეს ახლა რაც ვთვლობ, ეს საერთოდ ძალიან ძნელი. ისიც რამდენი ძალის ხმას მოიწევს, აი შორსაც ცუდად ხარ, დეპრესია გააქვს, აი საშინლად ცუდად ხარ და ანუ შენ მოусმინო, შეხედო ამაზე დაფიქრდე, მიუდგე, ანუ იცით რა მხრად ძალას მოითხოვს? სხვა ყველაფერს საქმესთან ერთად. და შეიძლება რაღაცები მაგალითად ვერ გაქაჩო, მაგრამ ისე და ისე მე მიჩვენია ვერ გავქაჩო რაღაცის გარეცხვა, რაღაცის გახეხვა, მაგრამ ეს უნდა გავქაჩო. აი მაგალითად გუშინ ქონდა ეგეთი რაღაცა, რომ იმას ვამბობ სტაბილურობაზე და იმაზე, რომ ყოველ დღე რაღაცა უნდა ვაკეთოთ. მაგალითად, ეხლა არის ძალიან კარგი ამინდები და ყოველ დღე მინდა, რომ დღეში ერთხელ ან ორჯერაც ბავშვი გარეთ წავიყვანო ხოლმე. ქშია დედა, რა ქშია, მოდი აბა მითხარი. ხო და საღამოს უთხარი, რომ მეთქი წავიდეთ, ხო? არა ვარ მინდაო. ძალიან კატეგორიული ვარ იმითხრა რა. მაკარონი გინდა? მოხარშოთ. ძალიან კაცრი ვარ იმითხრა, არა ვარ მინდაო. მეთქი ოკეი, ჩავიცვით ანსაცმელი და დავჯექი. მეთქი ნახე მე ჩავიცვი, მეთქი ახლა მე უნდა წავიდეთ, ხო და ცოტა ხანში თქო რა. ხო და შენ სხვა წამოხარ. არა, ისე ძალიან კაცრი ვარ იმითხრა, მეთქი ოკეი, დავჯექი და აი ძალიან მინდოდა გარეთ წასვლა. იმიტომ რომ გასეირნებაც მინდოდა, საღამოს ძალიან სასწაულია ხოლმე პარკი და პლუს მინდოდა ტორტის მასლების ყიდვა, იმიტომ დღეს მინდა ტორტი გამოვაცხო, ხო და
ეს ვიფიქრე, ნუ თუ არ გამომყვება, დღეს ერთხელ ხო იყო და ოკეი, არ გამომყვება, უბრალოდ მეწავალ, მაგრამ ჯერ მივცემ დროს. ანუ იქ თამაშობდა, მე რაღაც უყურებდა. ხო და მე ესე ვიჯექი. ნუ დაახლოებით 10-15 წუთი და ამ 10, სადღაც 12 წუთის მერე მითხრა, რომ ეხლა მე მინდა რომ წავიდეთო. ანუ დაიმშვიდობა სათამაშოებს, დაიმშვიდობა იმასაც უყურებდა. ხო და აბა ჩავიცოთ და წავიდეთო. ჩავიცვით და წავედით. ანუ ეს იყო მყარი. მე არ ვაიძულებდი, არ ვატირებდი, არ გავამწარებდი, არ ვეტყოდი რა უნდა მოსვარო, მე სხვა ბავშვები ეხლა გარეთ დადიან და ესე აკეთებენ და შენ რა არამოსად ახარო ეს არ გინდა. არა. ოკეი, არ გინდა. ანუ მე ვეცდები, მე მოგცემ შანსს, მე მოგცემ მაგალითს. თუ არ წამოხვალ, მე წავალ და მე მოვალ და გიტყვი, ირა კარგი იყო და ხვალ შენც წამოხვალ. ანუ აი ეს არის ჩემი ზოგი. აი ჰუმანური პედაგოგიკა, ანუ რასაც ამბობს ეს ძალიან დიდი ადამიანი შალვა ამონაშვილი ძალიან სწორი. ანუ მართალია მე ცოტა სხვა მიდგომები მაქვს და მას სხვა, მაგრამ რა მნიშვნელობა, ანუ ჰუმანურია. დაფუძნებული არა დაშინებასა და ძალადობაზე, არა უარყოფით შედარებებზე და გაუფასურებებზე, არამედ სიყვარულზე, მიმღებლობაზე და აი ნახე რომ სწავლობს გაკვეთილს, იმიტომ უნდა ისწავლოს რა აინტერესებს. ანუ შენ თუ ვერ შეძელი რომ დააინტერესო. გინდაც მასწავლებელმა, გინდაც მშობელმა, მორჩა, ანუ შენ იქ ნული ხარ. შენ აღარ გაქვს პასუხის, ანუ უფლება აღარ გაქვს, შენ მას მოსთხოვ, რომ წადი 10-იანზე ისწავლე, იმიტომ რომ არ აინტერესებს. თუ ვერ დააინტერესე, ეს შენი მარცხია. ხო, აი ძალიან ბევრი რაღაც არის, რაც მე შემეშალა. თორნიკე დაანდრეს, იმიტომ მე თვითონ ვიყავი ძალიან პატარა და არაფერი არ ვიცოდი და ჩემნაირი ადამიანიც არავინ არ მყავდა. ანუ რომელიც მიმღებლობით და იმის მიხედვით მე როგორი ვარ, მირჩევდა იმას თუ რა მექნა და როგორ მექნა სწორად. მაგრამ ოკეი, ესე იგი ეს უნდა ყოფილიყო. შესანიშნავი არიან თორნიკე და ანდრეა. და ვიცი რომ ევაც შესანიშნავი იქნება. უბრალოდ მე ვსწავლობ ჩემს შეცდომებზე. და ვიცი რომ ყველა ეტაპზე ის გავაკეთე რაც შემეძლო. აი რაც არ გავაკეთე იმ მომენტში, უბრალოდ არ შემეძლო. და თან მე ვფიქრობ რომ მე არ ვარ დედა ტიპი. ანუ აი ძალიან დედა ტიპი მე არ ვარ. მაგრამ ჩემთვის ეს იმდან ფასეულია ადამიანის სული და ადამიანის თავისუფლება. რომ ეს უკვე ყველაფერია და უნდა მივდგე სწორად. და მეორე ის მაქვს ამასთან რომ თუ ეს არ შემიძლია, თუ არ შემიძლია სწორად მივდგე, ისე მივდგე რომ არ დავაზიანო, მაშინ საერთოდ არ მივეკარები და ეთავის გზაზე მანიაროს, ეს უფრო სწორია. იმიტომ თავის თავს მე ის არ დავაკარგვინებ. მქონდა მე ეგეთი პერიოდი, როცა მე არ შემეძლო რაღაცა მიმეცა და უბრალოდ გვერდზე ვიჯექი, აი ამ აღზის კუთხით ვიძახი, ანუ უბრალოდ მივყვებოდი მას, იმიტომ რომ ვიცოდი რომ თუ რაღაცას მე ვეცდებოდი, მე დავაზიანებდი. ანუ ბავშვი არის ძალიან სათუთი ჭურჭელი, რომელიც შეიძლება ძალიან ადვილად გატეხო, ან გაბზარო და მე ერთი ცხოვრება იქნება უნდა გასდიოდეს წყალი და აწებო მაინც და შეიძლება ძალიან ადვილად გატყდეს იმ ადგილას, ხო? აი რატო? ხო, აი ძალიან შეცემა. დამზად კიდე ამისთვის. ვერასდროს ვერ იქნები. აი არსებობს. უბრალოდ არის ასაკი. შედარებით სადაც შენ თვითონ ხარ უკვე გაცნობიერებული და ბევრი რაღაცა გაქნასწავლი და ასაკი როცა ჯერ არაფერი არ იცი. მაგრამ როცა გაცნობიერებული ხარ და ნასწავლი გაქვს რაღაცეები, მაშინაც არც დროს არ ხარ მზად იმ ყველაფერს, რასაც მშობლობა ქვია. აი არასდროს. მე ეგრე ვარ. ანუ ეს იმდენ რამეს მოიცავს, შენ წარმოდგენს კი არ შეგიძლია, რომ აი ეს ამდენ რამეს მოიცავს. შენ გააკეთეს ისინი კვერცხები შეიწვეს რამე. ეხლა აქევას მაგარონი მოუხარშოთ. ასე. ვაიმე. იმას უყურებდი ტორტის მასალებს და უნდა გამოვაცხო ისინი ბისკვიტები. ასე. ხო, ბევრს არ ესმის. ვიღაცამ დამიკომენტარა, რას ისურვებს ლაპარაკობ, მაგის ლაპარაკს ჯობია ბავშვთმა დაუწმაო. ანუ
ხო ხდებით ადამიანის აზროვნების დონეს. იმ წუთშივე დავბლოკე. ანუ აზრი არ აქვს ეგეთ ადამიანთან, ანუ დაკარგულია ეგ ადამიანი უკვე და ვერასდროს ვერ გაიგებს იმას მე რაზეც ველაპარაკები და მე რატომ უნდა დავხარჯოთ ჩემი დრო იმაზე რომ მან რამე გაიგოს, იმიტომ რომ მას არაფერს გაგება არ უნდა. ადამიანამდე რაღაცა მაშინ მიდის, როცა ამ ადამიანს ეს უნდა. თუ ამ ადამიანს ეს არ უნდა, არ მიუშვებს. სულაც რომ აი სასწაული ინფორმაცია მისცე, არ მიუშვებს გულამდე. არ არსებობს. ეგ ბევრჯერ ვნახე ცხოვრებაში. მიყვარხართ.